ეხლა ჯუკამ ცუდი გადაცემა გააკეთა. ზესევიჩი როგორ ატარებს ბურთს? ცნაურად ატარებს ბურთს. ცნაურად კი ძალიან ცუდად ატარებდა. შემიძლია თამამოთქვა. სანაძე ჩააგდო 3. აი ვინ არ უნდა დატოვო მარტო. 17-ით 10. 4 წუთი და 20 წამი მატჩის პირველი მეოთხეზე დასრულებული ასე რომ ჩემი აზრით დათმობდა დატო იმიტომ რომ მთელი ბავშვობა 8 ნომრით თამაშობდა მე როგორც მახსოვს. ჩემი აზრით ნომერს მნიშვნელობა არ აქვს, თავარია თამაშობს. არა, ბევრისთვის აქვს. ძალიან ბევრისთვის აქვს. სანაძე ჩააგდო დუდამ. მე ვთქვი თამაშის როდოსთვის რამხელა სხვაობა წარმოიდგინეთ. იო ჰოგერს პირველი პერსონალური აქვს ოლიმპის ცენტრს, ხოლო დინამოს ცენტრს უკვე 3. ესაც ერთგვარი პლუსია. აქტიურად თამაში რა თქმა უნდა. ნახო დუდა თუ ჩააგდებს 3 და 3. ჩააგდო. შვენიურად თამაშობს დუდა სანაძე. გიორგი ციცაძემ აპლოდისმენტებით დააჯილდა. წივწივაძე მალე უნდა შემოიტანოს. შემასრულებინებს ესევიჩი დინამოს გულშემატკივრების გასახარად ვაბობ ამას. სანაძე და იმედია დუდა სანაძე არ შეგვასრულებინებს თავის თავზე ძალიან ლამაზი სამქულიანი. მალე დასრულდება პირველი ნახევარი, მანამდე გამყრელიძე უტევს ვერ ჩააგდო სამწუხაროდ. რო რჩება 6 წამი რჩება დინამოს და ზემოდან ესეც არის რაშვენივრად თამაშა დუდა სანაძემ და დუდა არის შეუდარებელი. დუდა არის შეუდარებელი. ნახევარი 44-35 წუთი. ეს იმას ნიშნავს რომ დუდა სანაძის სლემდან კი მშვენია. სანაძე და ჩააგდო დუდა. შევახსენებ მაყურებელს რომ კარტერმა მოხსნა ბურთი კი ნაღამ დაკარგა წივწივაძე და პასი სანაძეზე. ძალიან ლამაზად ეხლა ციცაძე არ წაქცეულიყო. ძალიან ლამაზად ეზარება მე მგონი თამაში. 87-52-35 ცი რა არის? ნანიტაშვილი უფრო გამოცდილი კალათბურთელია ვიდრე შემიძლია ვთქვა დუდა სანაძე ნაკლებად არის 5-0 იგებს. ოლიმპი და პირველი 2 ქულა. იგებდა კიდოდა გეთქვა, იგებდა რადგან 5-0. როდესაც ქუთაისია პარკეტზე, ხა 6 ქულა 1/4-ში ძალიან ცოტა კი არა. ანომალიად შეიძლება მივიჩინოთ. და შემდეგ 1 წუთში მეორე მეოთხეში 1 წუთში 2-3-იანი ჩააგდეს უკვე და რადგან ქუთაისლებს ყავთ სნაიპერები, რომლებსაც არ უჭირთ. სამქულიანები თავიანთ არსენალში ეცვალა. ვამბობდით რომ იგი აუცილებლად შემოვიდა, მისი პირველი ტყორცნა არაზუსტი და სტრაფშეტევაში გარბის დინამო. კარტერი თხოს ბურთს, მიიღო კიდევაც და ენდوانი. უნდა. კეიდია, რომელიც კარგად შემოვიდა. სანაძე სამქულიანი გაუშვა, ჩააგდო და ტაიმაუტი გია კაზანჯიანი. არა, აშკარად გამოასწორეს. შვენივრად ითამაშეს დინამოს კალათბურთი. ხელში ეჭირა ბურთი უკვე ჰაერში იყო და თან ფართან ახლოს ძალიან. სანაძე სამქულიანი გაუშვა, ჩააგდო დუდა სანაძე. ინას გაურებს დუდა სანაძე რაც. გიორგი ცინცაძე და დუდა სანაძე 11-11 ქულით, შემდეგ მოდის ზესევიჩი 8 ქულით. კრუევი სანაძე ბლოკი დაუყენა ოლუიჩმა, გაუშვა საშუალო სანაძემ ჩააგდო. 38 ოლიმპიადა ბოლო შეტევა, რომელსაც სწორედ ოლიმპის კალათბურთელები განახორციელებენ ცინცაძემ. შორიდან ტყორცნა არ ჩავარდა და სროლა საჭირო. ჩააგდო, ბრავო! დუდა სანაძე 3 ქულა. უყურადღებოდ ითამაშა ოლუიჩმა, მაგრამ კარტერმა რა კარგად იბრძოლა. ზესევიჩი სანაძე გაუშვა საშუალოდან, ჩააგდო ოჩაღდუდამ 18 ქულა. პასს აკეთებდა ჰოგერის მიმართულებით, თუმცა დროც ამოიწურა, პლუს ვერ დაებუფა ჰოგერი ბურთს და დინამოელების სტრაფშეტევაში ნახოთ ეს როგორ და სანაძე შვენივრად ითამაშა. წინვალე 65-59. აშკარად გმირია. პასს აკეთებდა გადაცემას ჰოგერის მისამართით, ჩაიჭრა. კარტერი, გრუევი და სანაძე 24 ქულა უკვე მის ანგარიზე. კარგია, კარტვა ჯერჯერობით არ დგას, დრო საკმაოზე მეტია. მაგრამ შეტევის გაფუჭება არ იქნება. რა თქმა, ეს უფრო მთავარია, რომ შეტევის გაფუჭება ნამდვილად არ იქნება მისასალმებელი. სანაძე ჩააგდო. ბრავო, დუდა. შვენიერ